ჯერ კარგზე ვისაუბროთ და მერე ცუდზე. კარგი ის არის, რომ დღეს 5 თებერვალს გავხდით 5000. და ამას გაუმარჯოს, ოდნავ შავი ღვინო შევსვათ. გაუმარჯოს ჩვენს community. დეოკუპატორობას გაუმარჯოს, დეოკუპატორების ერთობას გაუმარჯოს. გავიზარდოთ და საბოლოოდ რაც ქვია ამ არხს, რა სახელსაც ეს არხი ატარებს, ის გავაკეთოთ. სათითაოდ მინდა ყველას გადაგიხადოთ მადლობა, რომ ამდენი ხართ, 5000 რო ხართ უკვე და მოგიწოდოთ, რომ გაავრცელეთ არხი, რაც უფრო მეტ ადამიანზე, რომ ერთმა გამომწერმა კიდე ერთი რომ მოიყვანოს, ამ წელს გავხდებით 10. ახლა ვისაუბროთ ცუდზე და იმაზე დეოკუპაციას ვინ და რა უშლის ხელს. მთავარი რა თქმა უნდა კოცების არსებობა უშლის ამას ხელს და მერე სხვადასხვა კოცების პირობებში გამოჩეკილი კვერცხები და ამოსული სოკოები, რუსული კვერცხები და რუსული სოკოები. ბუკიას ის ანონსი ხო განვიხილეთ 2 წუთიანი და მერე რაღაც ვიდეო ხო დადო, იმ ვიდეოსთვის მე არ მიყურებია, მაგრამ როგორც გავიგე კომენტარებიდან ისაუბრეს იმ ტრაგედიაზე, რომელი ტრაგედია არ ვიცი ამას დავარქვა თუ არა ტრაგედია. ეს არის არ არის ეს ტრაგედია, ეს არის სამხედრო დანაშაული, ოღონდ სამხედრო დანაშაული, რომელიც ჩაიდინა რუსულ მხარემ. და ლოგიკურ, რა თქმა უნდა, გამოძიებული ეს არ არის და მხოლოდ ლოგიკურად შეგვიძლია ჯერ მსჯელობა იმაზე, თუ საიდან და როგორ ვასკვნით ჩვენ, რომ ეს რუსეთმა გააკეთა. ამას ვიდეო მაქვს მე გადაღებული, ამ ვიდეოს აქ მოვაბამ ამის ქვეშ. ვლაპარაკობ იქ სტატიის ავტორთან, გიორგი გიგინეიშვილთან, მან დაწერა სტატია ამ თემაზე და მე ჩვენ ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ რუსულად იმისთვის, რომ გაეგოთ, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ ვიდეოს ძალიან ელოდა ერთ-ერთი ჩემი გამომწერი იმ მომენტში მე მგონი 24 წლის იყო. არა, 24-ის ვერ იქნებოდა. ცოტა მეტი იქნებოდა. ბიჭი, რომლის დედა იყო ფეხმძიმე. შეიძლება 24-ის იყო და ფეხმძიმე მისი ძმით იყო ან დიდ ვიღაცა თავისე უფროსი. მოკლედ დედამისი იყო ფეხმძიმე. ოღონდ ახლა ზუსტად არ მახსოვს ამ ბიჭით იყო ფეხმძიმე თუ მისი რომელიმე მასზე უფროსი ძმიდან დიდ. და ჩაჯდა არა იმ ვერტ ფრენში ვერ მოასწრო ჩაჯდომა, რომელიც ჩამოაგდეს, ჩაჯდა მეორეში, ამით გაუმართლა და ამით გადარჩა. პირველში რომ ჩამჯდარიყო, აუცილებლად აფეთქებოდა და დღეს დაყუპული იქნებოდა და აი ასეთი ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა, ჩემთან შედარებით ბავშვმა, რაღაცა 10 თუ რამდენიმე წლით ჩემზე უფრო უმცროსია. ძალიან ელოდებოდა ამ ვიდეოს და როდესაც უყურა ისეთ მძიმე განსაცდელში ჩავარდა იმისგან, რომ ყოველთვის როდესაც ვიღაცას იქ ოკუპაციაში უნდა რომ გაარკვიოს სიმართლე და აქამდე უწევდა ცხოვრება სრულ რუსულ პროპაგანდაში და მერე უწევ, მაგრამ იმ რუსულ პროპაგანდაში თან ვითომ იჯერებ ამას, მაგრამ თუ ჩაუჯდები, კრიტიკულად შეხედავ, ლოგიკურად დაიწყებ მსჯელობას, ძალიან ჩაუღრმავდები, ხედავ ბევრ შეუსაბამობას. და იმ შეუსაბამობაზე მერე პასუხები რომ არ არის და ვერ არის და სადღაც ვცდილობ რომ ეს პასუხები მოიძიო,
მერე სადღაც მიაგნებს სიმართლეს და ის სიმართლე როგორ ძალიან განსხვავდება იმ პროპაგანდისგან, რომლითაც აქამდე გტენიდნენ, ძალიან ბევრს ემართება ესეთი ღრმა შოკი. ნამდვილი ღრმა შოკი. და მერე უწევთ ძალიან ბევრი რაღაცის გადაფასება და საერთოდ მთელი ცხოვრების გადაფასება და მთელი სოფხედველობის გადაფასება და ყველაფრის გადაფასება უწევს ადამიანს. და ასეთი რაღაცა ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ბევრს დაემართა ეს ოკუპაციაში მცხოვრებს, ვისთანაც ჩემთან ქონია ან აქვს დღემდე კომუნიკაცია. ბევრმა გაიარა ეს შოკი პატარებმა, რა თქმა უნდა, ვინც ოკუპაციის მერეა დაბადებული და ხა ოკუპაციამდე ვინც არის დაბადებული ან ჩემხელა ვინც არის, იმათმა იციან ისედაც. რა და როგორ. უბრალოდ ამაზე ახლა ღიად საუბარი დღეს არა აქვთ საშუალება, რომ ასე ილაპარაკონ როგორც ჩვენ, მაგრამ ნუ იციან და თავისთვის სამზარეულოებში ძალიან კარგად ლაპარაკობენ სიმართლეს. და ბუკია როგორც ასეთი ჯერ ხო ცნობილია რომ იმაზე მუშაობს რაზეც რუსეთი აფხაზეთში მე-20 საუკუნეში მუშაობდა ეგრეთ წოდებული დაჩაგრული უმცირესობის პოლიტიკას აწვება და ამ დაჩაგრული მეგრელების საერთოდ არ არის უმცირესობა საქართველოში. აფსუები კი ბატონო, პატარა ჯგუფია, მაგრამ მეგრელების საერთოდ არ არის უმცირესობა. და აი ამ დაჩაგრული უმცირესობის პოლიტიკის მორგები და მეგრულს არ გვალაპარაკებენ და მეგრულის სწავლის საშუალებაზე. იმისთვის რომ მერე ამაზე დააშენოს დამოუკიდებელი სამეგრელოს პოლიტიკა. და როდესაც მე მას Facebook-ზე ვუწერ ისეთ კომენტარებს, რომ მეგრულ ერს აყალიბებს, მეთქი და რადგან ერს აყალიბებს მეგრელი ხალხისგან, ჩვენ ქართველი ერი ვართ, რომელიც სხვადასხვა ხალხებისგან შედგება. და აი მეგრელი ხალხისგან ბუკია რომ ერს აყალიბებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობის მოღალატეა და ანტიქართველია. ეს ერთი მისი ხაზი. მეორე ხაზი, რომელიც უკვე ძალიან აშკარად ჩანს და იმდენად ჩანს და იმდენად ამას უკვე თავის პირით ლაპარაკობს, რომ ამას გამოძიებაც კი არ ჭირდება. ხა იმ სეპარატიზმს მართლა აღვივებს თუ დებილია და რაღაცას გონია რომ კარგს აკეთებს და ამ დროს უნებლიეთ ანუ შეიძლება დებილი იყოს და იყოს კრემლის სასარგებლო იდიოტი. იმ შემთხვევაში, მაგრამ აი ამ მეორე შემთხვევაში უკვე ვერანაირად ვერა. გარდა იმისა, რომ როდესაც ვუწერ, რომ მუშაობს მეგრელი ხალხისგან ერის ჩამოყალიბებაზე, ამაზე არასდროს არ მპასუხობს, რომ არა, ამას არ ვაკეთებო. არასდროს არ უთქვამს, რომ ტყუილს ნუ მაბრალებ, ეს ცილის წამება, მე ამას არ ვაკეთებ. არასდროს არ უთქვამს ეს. და მეორე რამდენჯერაც დავასხი იმის გამო რომ არ აღიარებს ოკუპაციას და არ აღიარებს რუსეთს როგორც აგრესორს და ოკუპანტს ამაზეც არასდროს არ უთქვამს რომ არასწორს მაბრალებ რუსეთი ოკუპანტია რუსეთი დამნაშავეა მე არასდროს არ მithქვამს რომ რუსეთი არ არის დამნაშავე ანუ ასეთ პასუხებს არ მაძლევს რაც იმას ნიშნავს რომ პირველშიც და მართალშიც მე გარდა იმისა რომ მართალი ვარ იმის უფლებაც არა აქვს რომ კომენტარებში მაინც გაიმართლოს თავი და კომენტარებში ან სადმე მაინც რომელიმე თავის პოსტში დაწეროს რომ რუსეთი ოკუპანტია რუსეთი აგრესორია აფხაზეთი რუსეთს აქვს ოკუპირებული გარდა იმისა რომ ამას არ ლაპარაკობს და რუსეთს ოკუპანტად არ ცნობს აი ეს ეთერი რომელიც ჩაატარა გამოსირებულ აფხაზეთის გმირიაგანოვთან მიმართული იყო იმაზე რომ აფხაზები ბჭყალებში ელაპარაკებიან მეგრელებს და საერთო ენას ნახულობენ
და ძალიან აი თბილისის გარეშეც დაალაგებს ზუგდიდის ოხუმთან ურთიერთობას. ეს ნარატივია თავიდან ბოლომდე, ეს ერთი და მეორე ნარატივი ის, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის. და უპასუხა ანუ ის იაგანოვი რო რაღაცებს ლაპარაკობდა, ვითომ არ მოეწონა ბადრაგუმბას, ბადრაგუმბა არის აფხაზეთის ვითომ პრეზიდენტი და ამ ბადრაგუმბაზე დაიწყეს იქ დევნა და აქიდან ირაკლი ბუკია პასუხობს, რომ ობე სტორონი ვინავატე და ამ ობე სტორონაში გულისხმობს ბჭყალებში აფხაზებს და ბჭყალებში ქართველებს. აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს და ახლა მეგრელები მოვლენ და სიტუაციას დაალაგებენ. ეს ერთი ტყუილი და მეორე ტყუილი ის, რომ აფხაზებმა და ქართველებმა დახოცეს ერთმანეთი და არა რუსეთის პოლიტიკა იყო ეს და რუსეთის აგრესიული ომი იყო და რუსეთმა ეს ომი საქართველოს დანაწევრების იმიტომ დაიწყო, რომ ზვიად გამსახურდიამ უარი თქვა დსთ-ს შესვლაზე. ზვიად გამსახურდიაზე საერთოდ არ ლაპარაკობს, არასდროს არ ლაპარაკობს გამსახურდიაზე. შევარდნაძეს მათ იმაში შევარდნაძე ძალიან ცუდია და ძალიან ცუდია, მაგრამ ზვიადი რომ კარგია, ამას არ ლაპარაკობენ. იმიტომ რომ ზოგადად ასეთ შმეგრელებში ზვიადი ნამარგალარია მათი თქმით, იმიტომ რომ ზვიადი ერის კაცი იყო და ქართველი ერის პრეზიდენტი იყო და ყველანაირი ბუკიას მსგავსი ნაგვის და კრემლის გადმოგდებული ღორების წინააღმდეგი იყო ყოველთვის და მით უმეტეს ასეთი რაღაცების წინააღმდეგი ყოველთვის იყო კონსტანტინე გამსახურდია, მისი მამა და ასეთ ერის კაცებს, აი ეს შმეგრელები ნამარგალარებს ეძახიან. ხო, ვინც ერთიან საქართველოზე ვლაპარაკობთ. და აი ამას რომ ხო ანუ ეს თემა ხო აი ჯერ რომ მეგრელებთან ვლაპარაკობთ, მეგრელებთან ლაპარაკი კარგია, ისინი დიპლომატები არიან, ტრულულულულუ ეს და ის რომ ყველაფერში დამნაშავე არიან და ომი იყო ქართველებს და აფხაზებს შორის, რუსეთი არასდროს არაფერში არ უხსენებია. ის რომ ეს საუბარი დადგმული იყო, FSB-ს დაკვეთა იყო და ზუსტად FSB-მა არჩია სტუმრები, ამაშიც დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება არა მაქვს, დარწმუნებული ვარ და ლოგიკურად რატო ვარ დარწმუნებული, წინა ვიდეოში ვილაპარაკე. და როდესაც მთელი ვიდეო გამოდეს და იმის მერე რაღაცები რაც მოხდა, ამან კიდე უფრო მეტად დამარწმუნა, რომ დადგმულია და დაკვეთილია. მე ჩემს ვიდეოებში გამიცია პასუხები გაულაეტერებზე და კოლაბორანტებს. ესენი გაულაეტერები და კოლაბორანტები არიან, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს აფხაზ პოლიტიკოსებს ეძახიან. რეალურად ესენი არიან რეჟიმის დასმული მარიონეტები, რუსული რეჟიმის, კრემლის დასმული მარიონეტები, რომელიც თვითონ რა თქმა უნდა არასდროს არაფერს არ წყვეტენ. რასაც ლაპარაკობენ ყველაფერი შეთანხმებულია და ზევიდან კრემლიდან მოდის და აი ასეთ რამოდენიმე მათ მიმართვაზე თუ რაღაცა გამოსვლაზე, სადაც ისინი ვითომ საქართველოსთან ურთიერთობაზე ლაპარაკობენ, მე გამიცია პასუხები. ეს პასუხები იმ ადამიანებს, ვისაც მე აქედან ვპასუხობ, ნანახი აქვს. ამისი მაქვს სრული დასტური და მტკიცებულებები, ოღონდ ამას არ გამოვფენ, იმიტომ რომ ვიღაცაებს მე იქ ვაყენებ საფრთხის ქვეშ ამით. მე ვიცი რომ მე მისაც მიმართავ, ყველას ნანახი აქვს ჩემი მიმართვა. ოღონდ ის ადამიანი არ გამოვა და ხმამაღლად არასდროს არ იტყვის, რომ მე ელისო ჯანაშიას ახავ პასუხობ, იმიტომ რომ ელისო ჯანაშია ვეცი იგრი, ნე იგრაეთ. ელისო ჯანაშია არც მათ დაკვეთებს, არც მათ ნარატივებს, არც მათ არაფერს, არც მხარს დაუჭერს არასდროს, არც მონაწილეობას მიიღებს და საერთოდ ანგრევს ნებისმიერ ნარატივს. ელისო ჯანაშია ყოველთვის იმას ლაპარაკობს, რაც კრემლს არ აწყობს, რაც კრემლისთვის მტრულია და
არასდროს ელისო ჯანეშიას არ უპასუხებენ, იმიტომ რომ ელისო ჯანეშია სანამ არ გახდება ისეთი პერსონა, რომ გინდა თუ არა უნდა უპასუხო, რომ ელისო ჯანეშის ვერ შემჩნევის სპექტაკლს უკვე ვეღარ ითამაშებ, აი მაგამდე სანამ არ მივა, მანამდე იქნებიან ასე, რომ ვითომ არ მოусმენიათ, ვითომ არ იციან, ვითომ. და ბუკიას რომ თვითონ პრეზიდენტი პასუხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე ეს სპექტაკლი დადგმულია, ბუკიამ გააკეთა ის, რომ გადაიღო ეს ეთერი, მერე ამ ეთერს მოყვა იქიდან ვითომ პასუხები, აღშფოთება, გადახშფოთება, გაგიჟებულია მთელი აფხაზეთი, ღმერთო იაგანოვმა ეს რეები ილაპარაკაო. ამ დროს ელისო ჯანეშიას ბევრად უფრო სერიოზული ნალაპარაკები აქვს არა მარტო ამ თემაზე, არამედ სხვა თემებზეც, ბევრად უფრო ხისტი, ბევრად უფრო მათთვის დამამცირებელი, ბევრად უფრო ყველანაირი ყველაფრის გადამჭრელი და გადამხაზველი, რასაც ისინი ფრუტუნობენ, მაგრამ ამაზე პასუხს ვერ გასცემენ, არც არგუმენტები არა აქვთ, არც არავინ ამას არ აყვება, იმიტომ რომ და რატო აყვნენ ბუკიას? იმიტომ რომ ასე იყო დადგმული და ასეა სცენარი გაწერილი და სცენარის მიხედვით მოქმედებენ და სცენარს მიყვებიან. მერე იმ ბადრაგუმბამ რო ესეთები ილაპარაკა, მერე პროკურატურამ იაგანოვზე გამოაცხადა, რომ გამოძიება უნდა დავიწყოთ, ანუ დევნას დაიწყებენ. ეს რისთვის იყო საჭირო? იმისთვის, რომ იაგანოვი რაღაცა საკითხებში, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს რუსეთთან, მაგრამ რაღაცა საკითხებში არასასურველი ნარატივები აკეთებინეს, ანუ იმ მომენტისთვის, რა მომენტისთვისაც რაღაც ნარატივებს აწვებოდა, კრემლისთვის ის ნარატივები მისაღები იყო. ახლა უკვე ის ნარატივები არ არის საჭირო. ანუ რაღაც მომენტში კრემლს ჭირდებოდა აფხაზეთში ხმამაღლად ლაპარაკის გამბედავი მიშისტი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს, მაგრამ კრემლს ეს ჭირდებოდა. ახლა უკვე მიშისტი არ ჭირდება კრემლს, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს რუსეთი იმისთვის, რომ მიშა იყოს არააქტუალური და არანაირი მიშისტები ხმამაღლად მოლაპარაკი აფხაზეთში არ გვჭირდება, ამიტომ იაგანოვი თავის დროზე იმისთვის გამოვიყენეთ, რისთვისაც გამოვიყენეთ. ვაომეთ, ქართველები ვახოცინეთ, გმირი გავხადეთ, მერე კიდე რაღაცები ვალაპარაკეთ, მერე მივეცით იმის საშუალება, რომ ვითომ ჩერქეზეთის აღმდგენი ყოფილიყო, ახლა რუსეთს რა ფეხებად უნდა ჩერქეზეთის აღდგენა, ხო, რა თქმა უნდა. და თავის დროზე ამისთვის მოკლავდნენ, როდესაც როგორც კი დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ მე ჩერქეზეთი უნდა აღვადგინო, მაშინვე მოკლავდნენ. მაგრამ მაშინ სხვა რაღაცებისთვის იყენებდნენ, მიშისტი ჭირდებოდათ აფხაზეთში. და ახლა არც იმისთვის არ ჭირდებათ, არც იმისთვის, იაგანოვი მოსაშორებელია. რითი მოიშორეს? იმით, რომ აი ეს რაღაცა ალაპარაკეს ისეთი რაღაცა, რაც უკვე მილიონჯერ აქვს ნათქვამი. ბოლო 10 წელია იაგანოვი ლაპარაკობს იმას, რაც ილაპარაკა ბუკიას ეთერში, მაგრამ ახლა უნდა მომხდარიყო ეს ხმამაღლა და უნდა ელაპარაკა არა იქ შიგნით ოკუპაციაში. არამედ ვინმესთან აქით მხარეს, არა ოკუპირებულ საქართველოში, რომ უფრო დიდი საბაბი ყოფილიყო მისი გაკოჭვის. და ახლა იმას იქ გაკოჭავენ. თუ სადმე არ არის გაქცეული, ახლა სად გაიქცევა არ ვიცი. მე აქ სოხუმში რომ გამოაცხადებენ ძებნილად დაიჭერს თუ არა რუსეთი და გადმოსცემს თუ არა სოხუმს არ ვიცი. მაგრამ შეიძლება თვითონ რუსეთმა თავის ციხეში ჩასვას გადმოუცემლად. და მთელ ამ სპექტაკლში მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის იყო საჭირო, რომ პირველი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, მთავარი თეზისები, რისთვის იყო ეს სპექტაკლი საჭირო. რომ ქართველებმა და აფხაზებმა ხოცეს ერთმანეთი და მეგრელები კარგად მოელაპარაკებიან აფხაზეთს და ყველაფერს დაალაგებენ. პირველი. მეორე, ქართველებმა და აფხაზებმა დახოცეს ერთმანეთი და რუსეთი არაფერ შუაშია.
და მესამე ეს უკვე რუსეთის ის არის გეგმა რომ მოკუჭონ საწყალი იაგანოვი რომელიც გამოიყენეს და უკვე აღარ ჭირდებათ რაღაც მომენტში არ გამოყენებული ბუკიაც არ დაჭირდებათ და ბუკია ან ქართულ ციხეში იჯდება იმ ციხეში სადაც მე მას ვუჩივლებ თავისუფალ სასამართლოში ან თვითონ რუსეთი გაკოჭავს ოღონდ არ მგონი ახლა რომ იქამდე გაიბეროს მისი გავლენა და იქამდე ხმამაღალი გახდეს რომ რუსეთს დაჭირდეს მისი გაკოჭვა მაგრამ რუსეთი საერთოდ ასეთია ხმარობს და მერე გკლავს ყველა ვინც ვითომ კონფლიქტზე მუშაობს და აფხაზების და ქართველების კონფლიქტს ალაგებს არის რუსის ოყნა იმიტომ რომ მუშაობს იმაზე რომ გადაფაროს რუსეთის მთავარი ბრალი, რუსეთის მთავარი პასუხისმგებლობა, რუსეთის მთავარი აგრესორის როლი და ოკუპანტის. მხარე არასდროს არ იყო აფხაზი ვიღაცა. მხარე და აგრესორი ყოველთვის მთავარი იყო რუსეთი და მეორე მხარე საქართველო. რუსეთი ებრძოდა საქართველოს და უნდოდა საქართველოს დაშლა, ოკუპირება, დაჩაჩანაკება, განადგურება და დასჯა საჩვენებელი დასჯა იმ ფაქტის გამო რომ საქართველო არ შევიდა დსთ-ში. ნუ მე მოიყვანეს შევარდნაძე და შევიდა, მაგრამ მანამდე არ შევიდა. და კიდე იმისთვის რომ ნამდვილი ეროვნული ამერიკანისტი და მედასავლეთე პრეზიდენტი აიყირავებინა და მოეკლა. კიდე ამისთვის. მოკლედ ამ არხზე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს. ვაგროვებთ ასეთ ფაქტებს, ვახმოვანებთ, ვგმობთ და მოვადრო, როცა ჩვენ კოცებს გავისტუმრებთ, ასეთები გასამართლდებიან. საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს დეოკუპაციის დაბრუნება არ ჭირდება საქართველოს თავის ტერიტორიებს, არავის არ წაურთმევია, დროებით არის ოკუპირებული და ის რაც დროებით ოკუპირებულია საქართველო ოკუპანტისგან გაათავისუფლებს, დეოკუპაციას მოახდენს, იმ ტერიტორიიდან გააგდებს ოკუპანტს, ანუ რუსეთს და აღადგენს სახელმწიფო კონტროლს და კონსტიტუციურ წესრიგს. აი ამას გააკეთებს საქართველო და არა იმ რუსულ ბოზობას, რასაც აკეთებს ირაკლი ბუკია, რომ ვითომ ვიღაჩეებში უნდა ელაპალაკო და მოლაპალაკებით რაღაცა უნდა დაალაგო და კიდე ის იაგანოვმა იქ ლაპარაკობდა, რომ აფხაზებო თქვენ უნდა შეეგუოთ, რომ ქართველების რაღაც ნაწილი მაინც დაბრუნდება. რაღაც ნაწილი მაინც არა ჯერ ერთი დაბრუნდება ყველა და მე მგონი იმაზე მეტი დაბრუნდება რაც აქიდან გამოყრილი ვართ იმიტომ რომ დანარჩენი საქართველოც არა მარტო ჩვენი ქაური მცხოვრებები დანარჩენი საქართველოც ისეთი მონატრებულია აფხაზეთს რომ შეიძლება საერთოდ ნახევარ თბილისი გადმოცხოვრდეს იქ ამიტომ ძალიან დიდი ისედაც დისბალანსი იყო ხო ყოველთვის ხო ვიყავით უმრავლესობა ეს საწყალი აფსუები არასდროს არის უმრავლესობა კი არა რაღაცა 20% ძლივს აღწევდნენ ხო და დეოკუპაციის მერე იქნებიან 5% იმდენი ქართველი დაბრუნდება აფხაზეთში ყველა დაბრუნდება აფხაზეთში და ყველაზე მეტი დაბრუნდება კიდე და ყველაზე გაორმაგებული ყველა კიდე და მე ვიღაცა იაგანოვი არ უნდა ლაპარაკობდეს პირდაპირ ეთერში რაღაცა ნაწილი ქართველი მაინც არავის გადასაწყვეტი ეს მით უმეტეს ვიღაცა იაგანოვის არ არის არავის გადასაწყვეტი იმ ადამიანის ვინც თავის თავს აფხაზს ეძახის და დღეს ოკუპაციაში ცხოვრობს და შეგვა ოკუპაციას რუსეთის კოლაბორანტია რუსეთის ამღიარებელია თუ არ არის ამღიარებელი შეიძლება საერთოდ არ არის ამღიარებელი მაგრამ ითმენს იმის ხათრით რომ თავის სახლში უნდა ცხოვრება ოკეი
არავის მათი გადასაწყვეტი არ არის ვინ დაბრუნდება დაბრუნდება ყველა ვინმეს თუ არ მოუნდა ოკეი თვითონ არ მოუნდა და არ დაბრუნდა მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება რომ ასეთები აღმოჩნდნენ ბუკია იმიტომ არის მტერი რომ ვიღაც ჩერქეს ეკითხება აზრს და ვიღაც ჩერქეს ნაომარ ქართველების წინააღმდეგ ნაომარ ჩერქეს ალაპარაკებს და ეს მორალურ პიედესტალზე აყენებს საქართველოს ოკუპირებულ მოსახლეობასთან შედარებით ის გაულაიტერია თუ კოლაბორანტია თუ შეგუებულია თუ რაღაცნაირია ჩემი თანამოქალაქეა უბრალოდ დროებით არის ოკუპირებული და აი ვიღაცა ჩერქეზი საერთოდ არავინ არ არის ჩემთვის და არაფერი არ არის ჩემთვის მტერია გამოძიების გარეშე მტერია ოკუპაციაში ვიღაცის მიმართ იქნება გამოძიება ვინც იომა ვინც არის იომა იმის მიმართ არაფერი არ იქნება ესეთი ადამიანები არანაირად არ დაზარალდებიან და არანაირად არ დაისჯებიან და ვინც ზუსტად ვიცით რომ იომა პირდაპირ მტერია და ახლა მტერს მე დავაყენებ ჩემი ოკუპირებული მოსახლეობის ჩემი მეზობლების უფრო მაღლა პიედესტალზე რაც ბუკიამ გააკეთა და იქიდან ვალაპარაკ აფხაზებო თქვენ დებილებო თქვენ ისეთებო თქვენ ასეთებო სასწრაფოდ ესქენით სასწრაფოდ ისქენით სასწრაფოდ აზრზე მოდით ამიტომაც მტერია კიდე ერთი მტრობა ბუკიას მიერ ჩადენილი მომავალ შეხვედრამდე საქართველო იქნება დეოკუპირებული რუსეთი არ იქნება შავ ზღვაზე და საქართველოში ბუკიასნაირები ყოველთვის დაისჯებიან თუ ისევ ბიძინა არ დაბრუნდა ბიძინასნაირი უკვე ვეღარასდროს ვერ დაბრუნდება იმიტომ რომ რუსეთი არასდროს არ იქნება ისეთი ძლიერი რომ საქართველოს დაპყრობა კიდე ერთხელ შეძლოს რუსეთი მტერია რუსის ოყნები საქართველოში ბუკია რუსის ოყნა საქართველოს მტრები არიან